გამარჯობათ მეგობრებო. ყველას მოკითხვა ბედნიერება, სიხარული და კარგი ამბები. ჩვენ შევხვდით ერთმანეთს. ჩემო მაყურებლებო, მე თქვენ ყველას მეგობრებად ვთვლით. ჩემი აზრით, კაი საღამო გამოგვივიდა, უბრალოდ ბევრი სათქმელი გვინდოდა გვეთქვა ერთმანეთის ბევრი რამ, მაგრამ ვერ მოვახერხეთ. მაგრამ იმედია ალბათ მომავალში მოვახერხებ და უფრო სათქმეს ვიტყვი და ერთი რაღაცა მინდა თქვა. მახსენდება ნოდარ დუმბაძე და მისი ოქროს სიტყვები მარადისობის კანონში, თუ გახსოვთ, ხო? რომ ადამიანის სული იმდენად მძიმეა, რომ მას მარტო ტარება უჭის. ამიტომ მე თქვენ მე და ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვატაროთ ეს სული, რომ უფრო გაგვიადვილდეს. გავატაროთ ეს ეგრეთ წოდებული წუთის სოფელი. ამ წუთის სოფელში, ამ სამყაროში ბევრი ლამაზი და უმეტესად ბევრი კარგი რამ არის. უბრალოდ ჩვენ უნდა ვიცოდეთ მასთან ურთიერთობა, რომ შერწყმულად და ლამაზად გავიხაროთ და იმ ჩვენ ოქროს სიტყვებით, ანუ ოქროს სიტყვა არის რეალობა, რომ ადამიანი ღმერთმა შექმნა ბედნიერებისათვის და ბედნიერება რომ შევინარჩუნოთ, უნდა გავუთხიდეთ ერთმანეთს და მოვერიდოთ სიზარმაცეს. იმიტომ სიზარმაცე არის ყველაფრის საწყისი. ამ შეხვედრის შემდეგ მე ძალიან გამიხარდა, იმიტომ რომ ჩვენ ახლა ვიდეოებს რო ვიღებთ ხოლმე თითქოს შორს ვიღაცას ესაუბრები ადამიანს, ხო? ეკრანის მიღმა ხარ, მაგრამ უკვე ცოცხლად რო ნახულობ და უკვე რო ანალიზებ, ვისთან გაქვს საქმე, რა გაქვს საქმე და მე პირადად ძალიან მიხარია, რომ ჩვენ ერთი, ასე ვთქვათ, გაგების, ერთი სულის, ერთი ცნობიერების ადამიანები ვართ და ამის საშუალება მოგვეცა, რომ შევხებოდით ერთმანეთს. და ეს ყველაფერი ერთად არის, როგორ გითხრათ, მარტოთ არ გძნობ თავს, იმიტომ რომ ეს პრობლემა მარტო სულობის, სიმარტოვის, უძლურობის ქრება და სინამდვილეში არა, თუმე ჩვენ ერთმყოფი ვართ, იმიტომ რომ ერთი ფიქრები გვაქვს, ერთი აზრები გვაქვს და უბრალოდ ვარდებულები ვართ, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და ეს სტიმულს გაძლევს. ამ შეხვედრაზე თითქოს ჩემ თავზე უნდა მელაპარაკა, მაგრამ მე პირიქით ჩემ თავზე კი არა, ჩვენ ლაპარაკობთ ჩვენ თავზე. საერთოდ წერალი ან კომპოზიტორი ან ვინმე ადამიანი გამოხატავს იმას, რაც მის გარშემო ტრიალებს, მის ადამიანებში ტრიალებს. უბრალოდ შეიძლება ცოტა მეტი უნარი აქვს, ან უბრალოდ უფრო ზარმაცი არ არის და მეც ეხლა მე ვინა ვარ, მაგრამ მეც მაგას ვამბობ, რომ მე თუ რაღაცას ვაჩვენებ ამ მიმდინარე პროცესებს, ჩემი ცხოვრების ამბებს, მე თქვენ სათქმელს ვამბობ. ცუდად თუ კარგად ეს ასეა. და რა თქმა უნდა, თავში არ უნდა აგივარდეს სიტყვაზე, ხო? რატომ უნდა აგივარდეს? შენ იმას ამბობ, იმას აჩვენებ, რაც ხებს აქვს გავლილი და რაც შენ აქვს გავლილი და საერთო ჯამში ეს ყველანი ერთი ვართ. ერთი აზრები გვაქვს, ერთი ფიქრები გვაქვს. უბრალოდ, აი რაც წეღანა ვთქვი, შეიძლება ცოტა აქტიურობიდან გამომდინარე, უფრო გამოსახავთ, თორემ არაფერი განსხვავება არ არის. მე, თქვენ, მე და როგორც ნოდარ დუმბაძე ამბობს, ერთად უნდა ვატაროთ ეს სულიერება, ცნობიერება და მე დავამატებ ტირე, რომელიც გასავლელი გვაქვს ლამაზად, ბედნიერად და კარგად. და ერთი მინდა კიდევ დავამატო, აი ასეთი გამონათქვამია, რაც ნელია სიმაღლე და რო ჩამოვარდები. რას გულისხმობ, აი თქვენ ბევრჯერ გაგიგიათ, ხო, აი ადამიანი ახსნებს სიმაღლეს, უფრო აი თანამდებობას უკავშირდება, წვი აწეულით ადის, გონია რომ მის გარშემო ტრიალებს სამყარო და ერთ დღესაც ეს თანამდებობას კარგავს და ვარდება მიწაზე. და ეს დავარდნა ძალიან დიდი ტკივნეულია მისთვის. ტკივილსიწვეს მისში, არა ფიზიკურად, არამედ სულიერად, იმიტომ რომ
ის რომ რაღაც წვერვაზე იყო, თავისთავად მაგარი ეგონა, ცვილაწეული ეგონა რომ სულ მასე იქნებოდა, მაგრამ ვარდება და მე ნანობს რომ ამ საქციეს, ამ თავის ცვილაწევი და თავისი ამ პარტავნებით ამას უფრო ნანობს, ვიდრე იმ ტკივის, რასაც ფიზიკური ქვია. ამიტომ მე ისე თქმა მინდა რომ სადა გვაქვს, ჩვენ სადა დავიწიოთ, ჩვენ სულზე უნდა ვიფიქროთ, რომ ერთმანეთს გაუთხიდეთ. კი, შეიძლება რაღაც წვერვაზე ახვიდე, რაღაც იმეებს მიაღწიო, მაგრამ სულიერება არ უნდა დავკარგოთ. იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ ცხოვრება არის აღმართი და ადამიანს სხვადასხვა პოზიციებში უწევს ყოფნა. და ეგრეთ წოდებული სიმაღლეებზე რო ადის ადამიანი და რო ავიწყდება საიდან მოდის და მე გარკვეული პერიოდის შემდეგ რო უბრუნდება, როგორი ტკივილია და ეს რო ვიცით და გაგონილი გვაქვს. რატომ უნდა დაუშვათ შეცდომები? შეიძლება შეცდე, მაგრამ აი შინაგანად არ უნდა შეიცვალო, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ერთნი და ჩვენ გვაქვს გონება იმის საშუალებას გვაძლევს განსაზღვროთ რა არის კარგი, რა არის ცუდი და რა არის მშვენიერი. და ყველაფერი აქედან გამომდინარე ჩვენ ერთმანეთს რო გაუზიარებთ ამ შეცდომებს, ამ გამოცდილებას ისე და ისე ვიძახით გავილით ლამაზად, ბედნიერად და ისეულად. კარგით მეგობრებო, ცოტა ლაპარაკი გამომივიდა ბევრი, მაგრამ გონი საჭიროა. აქ დავიწყო ჩვენ გავაგზავნოთ ჩვენი რუბრიკა ფული და მივხვდით უკვე ჩვენ მოვედით ილოს ბაზრობაზე. ესეც ერთ-ერთი საინტერესო ეტაპი იყო ჩემ ცხოვრებაში. აი არ მინდა რა ისე მეზე გავიძახი ჩემი უბრალოდ ვთქვათ რომ ვა შესვლაზე რიგია რა ხდება. ილოში შესვლაზე რიგია, შეიძლება დენია რა აქ თუ რა ხდება. მე ჩემ საუბრებში და ვიდეო რგოლების გადაღების დროს ალბათ მომიწევს თქვა მე, მაგრამ მე შევეცდები მეზე არ გავამახვილო ყურადღება. უბრალოდ ჩემი სახით მიმდინარე პროცესებს მოვყვები, მაგრამ მე ისე და ისე ვიმეორებ ჩვენ. ზოგი იქ არის, ზოგი აქ არის, ზოგი იქ არის, მაგრამ ჩვენ საერთო ჯამში ყველანი ერთი ვართ და ყველა ერთ საქმეს ვაკეთებთ. როგორ ვამბობთ, გამგები გაიგებს, არ გამგები არ გაიგებს, მაგრამ თუ მოგვისმენთ წყნარად, სიყვარულით, მოთმენით და ღირსეულად ყველაფერს გაიგებს. კარგით, ახლა თავს არ შეგაწყენთ, დავიწყოთ ლილოს ამბები. ახედე როგორი შემოწმებაა ლილოს ამბები, ლილოს საწყისები მახსოვს, ასე ვთქვათ, ლილოს ისტორიულ ქრონიკებს. ისტორიული ქრონიკები თუ შექმნის მოწმე ვარ. მოდი ახლა გავჩერდებით და ვიპოვოთ ჯერ ადგილი, აქ თუმე აი ისეთი მომენტებიც ყოფილა უკვე რომ მანქანის გასაჩერებელი ადგილიც არ არის. და იყო ეს ყველაფერი цаრიელი და ტრიალ მინდოში იყო ყველაფერი. ამდენი მოვიმე უნდა. დღეს არ არის სავაჭრო დღე. დღეს ორშაბათია და ხო. განსაზღვრე. ახლა გათენდება კარგად და მე მოვახარხებთ. ვაიმე ცოტა ვერ განსაზღვრე. არაუშავს მე ჩემს საქმეს მაინც ვიტყვი. ძალიან ადრე მოგვიწია მოსვლა, მაგრამ არაუშავს. მინდოდა ის საქონელი და ის ხალხი მენახა, ზოგი ბევრი ნაცნობები ყავს ახლა. არაუშა ჩვენ საქმეს ვიტყვით ყოველ შემთხვევაში. რომ იტყვიან პატარა იაღლიში მომივიდა. ხა დიდი ხანია მე ლილოში არ მოვსულა და თავიდან რომ დავიწყე სულ დილით დავდიოდი ახლა და ეხლა ორშაბათია. საქმეებზე ვარ წასასვლელი და მეთქი უცბად ჩავთავ ვიდეოს მეთქი და მომიტევეთ სათქმეს შევეცდები კარგად გადმოვცე, ისი თქმა მინდა. ესე იგი, სად გავჩერდით?
უკვე ვარ ასე ვთქვათ პროფესიონალი ვალუტჩიკი. ჩემ მეგობრებთან ერთად ნავთლუხის ბაზართან გვაქვს სავალუტო ჯიხური. პერიოდულად უნივერმაგშიც მუშაობ, მაგრამ ისი აქტიურად არ მუშაობ, იმიტომ რომ მოგება არ არის. მაგრამ უკვე პროფესიონალი რო ხდები, აი ყოველთვის აი ვამბობ ხოლმე რა. ახალგაზრდებს ვეუბნები და ჩემ მეგობრებსაც აი რაღაცას რო დაიწყებ, იმას არ უნდა დაანებო თავი. იმიტომ რომ აი რამდენი რაღაცა გამოიცვალე და ზოგჯერ ფიქრობ ხოლმე რომ ნეტავი მეთქი აი ერთ საქმეს ბოლომდე მივყოლოდი. აი მე ზგონი დაცვა მოდის ნუ იღებო, მაგრამ რატო იღებს? ერთ მოდიოდი და შემამჩნიეს რომ ვიღებ და ნუ არ მოვიდე ნუ. კაი, გავაგზავნე. ოთეს, რა თქმა უნდა, ადვილი არ არის ისეთი საქმე დაიწყო, რაც შენ გიხარია, იმიტომ რომ რაც შენ გიხარია და სიამონებს იმას მაშინ რომ მუშაობ, ის მუშაობა არ არის, ის უკვე სიამონებაში გადადის. მე უკვე მუშაობაში და იმაში პროფესიონალი ხდები და პროფესიონალ წარმატებებს რო ახსენ, ხო, გიხარია და გიხარია. ერთი სიტყვით ამ მრავალფეროვნებაში, ხო იცი, აი გინდა რაღაცას მიაღწიო და ბაზრობა, ლილოს ბაზრობა და მე მინდა ცოტა წინა მოვიგონო ბაზრობა კომუნისტების დროს მახსოვს ტანსაცმელებზე აქ ახლა თბილისში საერთოდ სურამში იყო ბაზრობა ტანსაცმელების სურამში მიდიოდნენ ხოლმე ებრაელები იყვნენ ისინი ყიდიდნენ ტანსაცმელებს სპეკულიანტობდნენ ასე მაშინ სპეკულიანტებს ეძახდნენ ოღონდ დილით უნდა მისულიყავი მერე ჩემ ახალგაზრდობაში უკვე ჯანდარის მიდამოებში ავტობაზრობა იყო მერე აფრიკის მიდამოებში იყო ბაზრობა და რას ნიშნავდა ეს ბაზრობა დილის 5 საათზე 4 საათზე უნდა წასულიყავი და გეყიდა და 2-3 საათში თავდებოდა ხო 7 საათზე თუ მიხვიდოდი უკვე გვიანი იყო იმ უკვე დაგვიანებული იყავი და ვერაფერს ვერ იყიდიდი და წამოდგა კომუნისტების დროს მაინც ახლა კაპიტალისტურ ელემენტებად ითვლებოდა ბაზრობა ვაჭრობა მაგრამ რატომაც მაინც უშვებდნენ და არ ვიცი ახლა მან ისეთ ყველას წვიმარებში ვერ ჩავარ მაგრამ ბაზრობები იმართებოდა ხომ და ჩვენ გვიხაროდა ხომ რაღაცა ფულს რო ვიღაცა დედა მოგცემდა არ ბიძა გაჩუქებდა ან ვიღაცა ნაცსავი გაჩუქებდა ყველას ერთი სული ქონდა კაი ტანსაცმელი და კაი რაღაცა ფეხსაცმელი გეყიდა და მე მეორე დღეს უკვე გაპრანჭული დადიოდი. ეხლა მოგეხსენება ჩვენი სავალუტო ჯიხური ნავთლუხის ბაზრობის პირდაპირ იყო და გარდა იმისა რომ პროდუქტები იყიდებოდა გამოჩნდნენ ადამიანები რომლებმაც დაიწყეს ტანსაცმელების გაყიდვა შალების, კოსტუმების, ფეხსაცმელების და ეს შევამჩნიეთ რომ ეს ტანსაცმელები ხო საიდანღაც უნდა მოსულიყო, საიდანღაც უნდა მოეტანათ და იმ პერიოდში რომელიც წლები იყო ზუსტად არ მახსოვს 93-ში უკვე გახსნილი იყო თუ ნუ ყოველ შემთხვევაში ასე ლილოს ტერიტორია ეს ლოჭინის მდინარეა, ლოჭინის ხეობა და აი ჩათვალეთ რომ აი ესე ტიპები მოდიოდნენ მანქანებით კაპოზე დაალაგებდნენ თავის გასაყიდ ფეხსაცმელებს, ტანსაცმელებს ხალხი მოდიოდა ქალაქიდან თქვათ ფეხსაცმელს აქ იყიდიდა სიტყვაზე 20 ლარად წაიღებდა თბილისში იქ დაამატებდა 5-10 ლარს და ის იყო მაგის მოგება და როგორ მახსოვს აი სულ მოდიოდა ერთი დიდი ერთი 50 მანქანა და მაგრამ საინტერესო რა იყო საიდან მოქონდათ ახლა ამ მანქანის პატრონებს ეს ტანსაცმელები ნუ მაშინ საზღვრები უკვე გაიხსნა და თურქეთი ძირითადად თურქეთში მიდიოდნენ იქ ყიდულობდნენ რუსულად ჩელოჩნიკებს ეძახდნენ თუ რაღაცა გახსოვთ აი 87-88 კურტკები და საზღვარი ხოფასთან რიგი ბათუმის საზღვარზე სარფის საზღვარზე რიგები იყო იმდენი და იქიდან მე ყიდულობდნენ მოდიოდნენ მოქონდა და ეს უკვე ვითარდებოდა მერე გაიხსნა ირანი, მერე გაიხსნა ჩინეთი, მერე გაიხსნა პაკისტანი, ინდოეთი და ასე შემდეგ. აი ძალიან ადრე მოვედით ხა. ხო და ეს უკვე დამაინტერესა მე ჩვენ ბიჭებს დაგვაინტერესა და რაღაც გარკვეული თავისუფალი თანხა გაგვიჩნდა და მოდი აბა გავშინჯოთ ეს
და ეს ლილო დაიწყო მე გაფართოება. ჯერ ეხლა კაი მაღაზიები ეხლა ყოფდათაი და მაშინ იყო. მოდი იქიდან შევიდეთ, ეს შენარჩუნებულია კიდე. ეს თათრების ბაზრობა, ეს აზერბაიჯანელების მომაპატიე ჩემ აზერბაიჯანელ მეგობრებო, რატომ თათრებს ვეძახით და ზოგჯერ ამომივარდება ხორმა ენა, მაგრამ სიტყვა, მაგრამ უნდა გავაკონტროლოთ, იმიტომ რომ ჩვენ აზერბაიჯანელ მეგობრებს მომენტებში შეიძლება ვაწყენინოთ ასეთი გამოთქმით. აი, სულ ირანული საქონელი. ვა, ასეთი ლილო არ მახსოვს, ნახეთ, თითქოს კაციშვილი არ არის, მაგრამ ორშაბათია და ნახეთ. ესე თავისები ეგზოტიკაა, ხო? აი, კაციშვილი არ არის, რომ დავიჯერო, არ ვაჭროს. ეთქვე კარგია, წვიმა წამოვიდა, თავში ვაფარეთ. აქეთ მოდი, აქეთკენ წავიდეთ, აქ ციგნელია არ ჩანს. ნუ ერთ სიტყვით მოვინდომეთ ეს ბიზნესი, ახლა თბილისი პატარა. სვეტა იყო ერთი ჩემი სომეხი მეზობელი, მაგ საქმით იყო დაკავებული და მეთქი სვეტა მოდი რა მეც რაღაცა ხეირი მაჩვენე მეთქი და იო კაცო წამოდიო. მე ირანშიო თვეში ორჯერ დავდივარ და ირანშიო რაღაცებს მაშინ ირანი პატარა ტანსაცმელებს იქო ყიდულობა მე მომაქო და რაც არისო და როგორ მახსოვს იყო 95 წელს ამ ჩვენ სვეტას წავყევი ირანში. ჩემი პირველი ვიზიტი იყო ირანში 97 წელს და სადაც სვეტა მიდიოდა იმ საქონელს საწყობები იყო, იმ საწყობებში მივდიოდით, ნახფურს ვიხდიდით. აი და ესეთი ტანსაცმელები რაღაცები სვეტა თვითონ მასწავლა, აი ასეთი რაღაცები ხო არის ტანსაცმელები და ეს იყიდე. აი ეგზოტებიან უკვე სავაჭროდ. დიდი მცოდნე მე არ ვიყავი, მაგრამ რაც სვეტა მიყიდა, ის წამოვიღე მე. რაღაც ერთი $3,000 საქონელი წამოვიღეთ, აი ესეთი პატარა ტანსაცმელები რაღაც როგორ მახსოვს პატარა ბავშვების. ნუ ეს სიტყვით ახლა რაც სვეტამ წამოიღო, ის წამოვიღე მე. აი ესე ახლა აქ ისინია დალაგებულია ეს დახლებზე და ის მაშინ მანქანებზე დავალაგეთ. 3,000 მაშინ ჩარტერული თვითონავები მიფინავდნენ ირანში. წავიდით ასე ჩემოდნები, ჩანთები წამოვიღეთ ეს ტანსაცმელები და ერთი გაგვიჭიდა გაყიდვა, თავის ნიუანსები იყო, მაინც ხო უნდა დადგე. დავდექით და ეს $3,000 რო ჩავდეთ საქმეში. ამ $3,000 ბოლომდე ვერ გავყიდეთ ეს საქონელი და ძლივ-ძლივობით ამოვიყეთ $2,000 და $1,000 საქონელი ფონდა. ეხლა რა უნდა უყო ამ $1,000 საქონელს, ხო? არა, კიდევ ცოტა მითხრა, ეს არ უნდა შეგეშინოს, ამას კიდევ უნდა დაამატო და ესე წრე უნდა დაარტყო. ახ მეთქი როგორ დაამატო და ეხლა ამას არის თავისი ნიუანსები. ეხლა ამას ყველაფერში მე ვერ მოვყვები, მაგრამ თავისი ნიუანსები აქვს ამას ყველაფერი და მე ასე ქალბატონი ცოტა დაუტოვე ეს ტვირ და მე ზოგი უკვე აი ესე ჩებოდნენ უკვე რომ საქონელი ბოლომდე გაყიდული იყო და აქ საერთოდ ვაჭრობაში უგურებდა დაამატო თელი საქონელი და ნუ აქ უნდა იყო ფაქტიურად სულ. აქედან გამომდინარე ხა აქ სულ ყოველთვის არ იქნებოდი და უკვე გამოვიცანი ხა ძალაუნებურად ჩავერთეთ ასე თქვათ ლილოს ვაჭრობის პრინციპში. ეხლა ეს პირველი წასვლა კი არ იყო წარმატებული, მაგრამ რაღაცა ხო იცით, აი აზარტი იცის, რაღაცას რომ დაიწყებ და ვერ ეშვები და კიდო წავყევი მე ერთი თვის შემდეგ კიდო წავედით ირანში, სხვა ტვირთი წამოვიღეთ. სხვა საქონელი და დავამატეთ ამ ჩვენ წამოღებულ ტვირთს და ესე ასე დავიწყეთ ოიტყვიან ეს პირველი ნაბიჯები. მაგრამ ეგ მომენტი იყო რომ მე წავიდა უყურეთ
ხა ბევრი ადამიანები უმუშევრები იყვნენ და ქარხნებში და ის აღარ იყო და ბევრმა დაიწყო ეს ვაჭრობა და მატყულებდა და მე უყურეთ აი ეს დახლები იყიდებოდა უკვე ამ ლილოს ტერიტორია შეისყიდა არ მახსოვს ახლა თუ არის ეს ბაზრობის ტერიტორია მაგისი იყო და დაიწყო აი ესე თქვათ დახლების გაქირავება თავიდან 20 მაშინ ლარები შემოსული იყო უკვე თვეში 50 ლარი 100 ლარი გადასახადები იყო თავისებურად მე აი ესე გავცედა და აი ბევრი ადამიანი ვინც მაშინ დარჩა დღეს უკვე მე რო გაფართოვდნენ ეხლა დახლები უკვე გახდა აი ესეთი მაღაზიის სტილის ეს ხო საკუთრებაა და ეხლა უკვე ლილო დიდია ხო რამხელა ეხლა ამდენ ხალხი არ არის და გახდა დიდი სავაჭრო ბაზრობა გახდა ასე რომ ვთქვათ დაიწყო ხალხმა სიარული არა მარტო თბილისიდან არამედ ჩრდილოეთ კავკასიიდან მაშინ რუსეთის საზღვრები გახსნილი იყო აზერბაიჯანიდან სომხეთიდან რა ვიცი იდულობდნენ ასე ვთქვათ ოპტან საბითუმოთ და მიქონდა თავიანთ ქვეყნებში თავიანთ მაღაზიაში და აი ეს ფუნქცია ამუშავდა ცოცხალი ძალით ეხლა ხალხი არ არის მაგრამ ცოტა ხანში ეს მოიმატებს და მე რა გასწავლოთ ეხლა თქვენ თვითონაც იცით ნამყოფები იქნებით ლილოში და რა პროცესები მიდის და ფაქტიურად ქალაქთან შედარებით აქ იაფია თუ ისევ გამეორდები სიტყვაზე თუ აქ ფეხსაც მე სიყიდი 50 ლარად უკვე თბილისში და ქალაქში იმას იყიდი 100 ლარად და 150 და ასე შემდეგ ეხლა სვეტასნაირი ადამიანები მე ბევრი გავიცანი უკვე აქა ვერ ვიტყვი რომ კმაყოფილი ვიყავი მე თვითონ რომ ვაწარმოებდი ამ ბიზნესს და მაგრამ მოგეხსენება ჩემი სიყვარული მოგზაურობის მიმართ და რაღაცნაირად უკვე ჩემი ცხოვრება მრავალფეროვნა საინტერესო რო ყოფილიყო რაღაცნაირად ურთიერთო მეგობრული ურთიერთობა დამამყარი ამ ხალხთან რა ვიცი ახლა თუ შემხდება ვინე აქ ახლა იმხელა იმდენი რიგები და იმდენი ისინია უკვე დავიბნები მაგრამ თუ შემხდა ვინმე კაი იქნება და ესე იგი მე თვითონ არ ჩვენ თვითონ ჩემი ბიჭების საქონელი კი მოხდა დიდ მოგებას ვერ ნახულობდი რა თავის მუღამი უნდოდა და ბიჭები დავანებოთ ეს ადგინდა ეს ლილო თავისი მომენტები აქვს და მე რაღაცა მაინც ვიზიტავდა აქ იმიტომ რომ ირანში, თურქეთში, ინდოეთში წავედით მომხდა ეს რაღაც ტანესო თურქეთში ძალიან ხშირად დავდიოდით და მე ერთხელაც ეს ისეთი ბიზნესია რომ სულ ყოველთვის უნდა იარო და დამღლელია რა ეხლა თვეში 4-5 რო წახვარ ირანში და იმე სხვა ქვეყნებში იღლება და ერთხელაც სვეტა მითხრა და მოდი რა კაკო რა აი რაღაც მეზარება წასვლა თუ დავიღალი და მოგცემ ფულს და ჩამოიტანეო საწყობები ხო იციო და იქიდან ჩამოტანაში რაღაცა პატარა თანხას მოგცემო რა არა მეთქი სვეტაჯა როგორ გეკადრება კაცო მაგაცა არა და ამასობა შვებით დაგვიკავშირდა ხო იცი აქ ყველა ერთმანეთს იცნობს და საერთო ჯამში ბევრი რო არ გაგაწვალოთ ეს აქაური მოვაჭრეები მაძლევდნენ თანხას სიტყვაზე მოგცემდნენ $20,000 $30,000 ერთ კაცს ჰქონდა $10,000 მეორე 20,000 და ჩამომიწერდნენ იმ საწყობებს და სავაჭრო ობიექტებს სანამ გამივსულიყავი იმ ფასებით მაშინ ხა მობილურები არ იყო მაგრამ მენდობოდნენ და მე ჩამოუწერდი იმას რა ფასად ავიღე ჩამოუტანდი აქ ტვირთს და მე მაგენი ყიდიდნენ ეხლა მე ხო მოგზაურობა მიყვარს და ესე იგი თვითონ წასვლაზე $500-600 მჩებოდა და ეს უკვე კარგი იყო მაგრამ დამღლელია იცი დამღლელი და გადაფრინდე გადმოფრინდე რო დაკარგო მაგრამ მე მომწონდა და ესე ავეწყვეთ და ფაქტიურად 93 წლის განმავლობაში ამ საქმით ვიყავი დაკავებული მაგრამ ისეთი აქტიურობით არა აი როცა მომინდებოდა არ მომბეზდებოდა რაღაცა თბილისში აი მაშინ მივდიოდი ჩემი ამხანაგებს ერთ-ერთჯერ წავიდნენ მაგრამ ძირითადად მე ვაქტიურობდი იმიტომ რომ ძალიან მიყვარდა მოგზაურობა
ეხლა უყურეთ რა ხდება მეგობრებო ეს სად გამოვედი აი გასასვლელთან გამოვედი მე თოცა გამოვედი ეს გახდა უკვე ლილო მოლი მოდური სიტყვა საერთო ჯამში ეხლა ცოტა დილა რა და ალბათ მე ხალხი მოიმატა ხო და რას ვამბობ ესე იგი ეხლა რო ვიძახი ხოლმე რომ 50 ქვეყანაში ვარ ნამყოფი ლილოს ერთ-ერთი დამსახურებაც არის იმიტომ რომ სპორტსმენი რო იყავი ხო დავდიოდი და აქ ეხლა უყურეთ თურქეთში ხო დავდიოდი გამატანდნენ ფულს ირანში ერთი 5 ჯერ ვარ ნამყოფი პაკისტანიდან ხო აი გეტყვით რომელი ქვეყნიდან რა მოქონდა თურქეთიდან მოქონდა ტუფლები ფეხსაცმელები ტანსაცმელები ირანიდან მოქონდა ყავის ნაწარმი ჩანთები პლასმასის ჭურჭელი აი მე ვარკეთიშიც გაიხსნა და მოკლედ თვითონ ირანელები ჩამოდიოდნენ მაგრამ ეს ჭურჭლის ის მაგარი პოპულარული იყო რა ირანში ვარ ერთი ნამყოფი 5 ჯერ მაინც ვარ ნამყოფი რა თეირანში მე გაიხსნა ჩინეთის ბაზარი აი ჩინეთის თავისი ფასებიდან გამომდინარე ისეთი იაფი იყო და ფაქტობრივად ეხა ჩინეთმა დაიპყრო მთელი საქართველოს მთელი მსოფლიოს ბაზარი ძალიან იაფად უშახელი ხო მაგათ იაფი აქვს და ჩინეთში ვარ ნამყოფი ერთი 6 ჯერ მაინც და მე გაიხსნა დუბაი აი დუბაიდან მოქონდა უკვე ტექნიკა მაგნიტოფონები პლეიერები მაშინ კომპიუტერები არ იყო შემოსული და ტექნიკა სამუსიკო ტექნიკა ძალიან იაფი იყო მაშინ დუბაი არ იყო ისეთი განვითარებული ამას გეუბნებით 96 ხა დუბაი მერე განვითარდა 2010 იმიტომ რომ იაპონიასა და დუბაის შორის რაღაც ხელშეკრულება იყო და ეს მთელი იაპონური ტექნიკა იყიდებოდა დუბაიში ეხლა რო არის ის რა პარადოქსია რა აი დუბაი ხო მაშინ ისეთი არ იყო მაშინ აი ფაქტობრივად ისტორია მახსოვს აი იმდენი 2-3 დიდი შენობა იდგა და მე ეხლა ამბავია ხო დუბაიში როგორ განვითარებულია და ეხლა ამ ირანის ომის შემდეგ საერთოდ გონია უკვე სიტყვაზე უკვე $1000 რო ღირდა ერთი ღამის გათენება ეხვეწებიან და $50-ათაც ვერ აქირავებენ ამ თავის სასტუმროებს რა წარმოიდგინეთ ისე მართლა რა აი ჩემ თვალწინ დუბაი ასე აყვავდა და ეხლა უკვე დაცემის პირასაა და რა იქნება როგორ იქნება მერტმაიცის ეს დღევანდელი პოლიტიკიდან გამომდინარე დუბაიდან მე წავედით კორეაში კორეასაც კაი ეს სამხრეთ კორეა ტექნიკა მოქონდა იქიდან დავდიოდი საინტერესო კი იყო მაგრამ გულად ხშირად დამღლელი იყავით და ჩემი მეგობრები აი განსაკუთრებით კლასელები სულ ტურისტოს მეძახდნენ იმიტომ რომ ბავშვობიდან ტურიზმი ყოველთვის მომწონდა და მოგზაურობა მომწონდა ძალიან მაგრა და ძირითადად ჩარტერული რეისები იყო და ფრინავებს და იმებს ყველას ვიცნობდი რა და აი ესე მივდივოდი და საინტერესო იყო და ჩემი წიგნი ვისაც აქვს წაკითხული მოგზაური დღიური ეს ჩემი მოგზაურობები აღწერილი მაქვს თითო ესე იგი ინდოეთი ჩინეთი პაკისტანი ემირატები დუბაი თურქეთი ათვისებული ქონდა რა და აი ხაც არ ვიცი ხა დიდი ხანი არ ყოფილ ამ ქვეყნებში მაგრამ თუ მოხდები და ამ ჩვენ საქმეებზე გამო თუ მოხდებით აუცილებლად ამას ყველაფერს გადავიღებ და აქედან გამომდინარე უკვე ეს ვაჭრობაში რო გაქვს საქმე ურთიერთობა ადამიანებთან ნენელა ვითარდები ადრე ეს ყველაფერი შორიდან კომუნისტურ პერიოდში რო ყველაფერი ეს უცხო გეჩვენებოდა კორეის დაინახავდი ამერიკის დაინახავდი ინდოის დაინახავდი რაც სხვა პლანეტიდან ჩამოსული გეგონა მაგრამ ამ მრავალმა ურთიერთობამ და ცოცხალმა ურთიერთობამ ჩვენთვის უკვე მე ხშირად ვამბობ ხოლმე რომ ჩემთვის არა აქვს მნიშვნელობა შავი ხარ თეთრი ხარ ყვითელი ხარ ჩემთვის ყველანი არიან მერთი შვილები და ამას რო ვამბობ ხოლმე ჩემ ტურისტული მოგზაურობ იმას ექსკურსიები ისე უხარიათ ხოლმე და არა სახსიხარ რა ესე აი ესეც არის ხა ბოლოს ჩვენ ყავს ერთი როგორ ვამბობ ხოლმე ხშირად ვამბობ ხოლმე რომ ჩვენ შორის საერთო არის 80-85% განსხვავება არის 15-20% და 15-20%-ის გულისთვის რატო უნდა ვეკამათოთ ერთმანეთს ვეძებოთ ის რაც გვაქვს საერთო და ბოლოს ჩვენ ყავს ერთი მამა უფალი და ჩვენ არანაირი უფლება არ გვაქვს თქვა რომ შენ შავი ხარ შენ ყვითელი ხარ
შენ ეს ახარ, ის ახარ. ერთი შემქმნელის შვილები ვართ ჩვენ ყველანი. მე ლილოში გავიდა დრო, ეს გაფართოვდა, ახლა ძალიან დიდია და ახლა ნახეთ უკვე როგორი მაღაზიები აქვს უკვე ყველას, უკვე ბიზნესი ეს თავისთავად ახლა უკვე ლილო მოლია. ის ძველი სტილის ადამიანები მაშე ვაჭრობენ იქით იმ დახლებზე, მაგრამ მაინც დროს თავისი მიაქვს და ვითარდება და ეს უკვე მაღაზიები ეს ალბათ უკვე ცოტა მოგვიანებით გაიხსნება. ეს არის ჩვენი ლილოს ისტორია, მაგრამ ლილოს ისტორიას იმდენად წერანას რო თქვი რომ რაღაცას რომ მოკიდებ, ერთ რაღაცას უნდა მიყვე. ხა მაგალითად ვინც მიყვა უკვე ესეთი მაღაზია მისი საკუთრებაა, კერძო საკუთრებაა. თავი დროზე ეს იყო კაპიკების შედარებით, ახლა ძვირია თქვა სიტყვაზე ასეთი მაღაზია რო გეყიდა, უნდა გადაგეხადა სიტყვაზე $2000. ახლა ასეთი მაღაზია რო იყიდო, სულ ცოტა 50,000, 100,000 მაინც გინდა. იმიტომ არის რა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. კი, ჩვენ კი ვიძახით განათლებას, მაგრამ ის დრო საჭირო დრო რო არის, იმას თუ განსაზღვრა როდის რანაირად, მაგი არის წარმატება. მაგაზე ალბათ ჩვენ მერე კიდე ვილაპარაკებთ. ესე ამ ლილოში ტრიალებდი რაღაც 97 წლამდე და პარალელურად მეგობრებო გეხსოვნებათ უკვე ეს აზიური ქვეყნები ხო ავითვისე და პარალელურად უკვე ბიჭებმა დაიწყეს მანქანები ჩამოყვანა ევროპიდან. და ესეც რა თქმა უნდა ჩვენთვის საინტერესო თემა იყო და ამას როგორ გაუშვედი და უკვე მანქანები ჩამოყვანასიც როგორი თქვია დავიწყეთ აქტიურობა. ტრაილერი მოვიდა აქ საბაჟოა და თვით ჩამოიტანა. კარგით, ახლა ჩვენ შევწყვიტოთ ეს საუბარი და ჩემი ლილოს ამბები მოგიყევიდა. შემდეგ ვიდეოზე უკვე პარემ ავტომობილების ბიზნესზე დაგიწყებთ საუბარს. კარგით, აბა გემშვიდობებით, ყველას გისურვებთ ბედნიერებას, სიხარულს და ვიყოთ ერთად. განაჩენს ყველაფერს ეშველებ. იმედია დაგემშვიდობებით, შევხვდებით მომავალ საინტერესო ვიდეოებში. იმედია